ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. დაახლოებით 2 თვე გადაადგილების თვალსაზრისით თბილისის რთული პერიოდი ექნება. გამოვიჩინოთ მოთმინება. კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრობს. თბილისის მერის თქმით, სრული სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. 10 სექტემბრისთვის კი დაგეგმილია მოძრაობის აღდგენა ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე მონაკვეთში. არა მხოლოდ მოსკოვში, სხვაგანაც გვაქებენ. ასე ეხმაურება ზარქუა ზახაროვას განცხადებას, რომელმაც ეგრეთ წოდებულ რუსოფობიასთან ოცნების ბრძოლა დადებითად შეაფასა. მოსკოვიდან რუსების უსაფრთხოების დაცვა მოითხოვეს. თბილისში კი მათ უპასუხეს, რომ საქართველოში ნებისმიერი ქვეყნის ტურისტი დაცულია. თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე Wildberries-ის რეკლამები გამოჩნდა. მერიაში ამბობენ, რომ რეკლამების განთავსებაზე გადაწყვეტილებას კომპანია Alma იღებს. რუსეთი Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრებს სამხედრო დანიშნულებისთვის იყენებს, რის გამოც უკრაინული დრონები მათ საწყობებს ყოველდღიურად ანადგურებენ. Wildberries-ი საქართველოში 2024 წელს შემოვიდა. თბილისში პარკინგის ჯარიმები 80%-ით გაიზარდა. 7 თვეში ბიუჯეტით 13 მილიონ ლარზე მეტით შეისო. მძღოლებმა იანვარ-ივლისის პერიოდში პარკირების წესების დარღვევისთვის 13 მილიონ 637,784 ლარი გადაიხადეს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.